ომი არ არის მხოლოდ ის მომენტი, როცა შენ იღებ. ომი არის ადამიანების ისტორია, რომელსაც გადადის ფიზიკურად ეხება მათ. ეს ხალხი, ვინც გხვდება გზაში და შენ როგორ იქცევდი, ეს ხალხი როგორ იქცევა, წარუშლილი მეხსიერება ხდება ეს გზა შენთვის. ვერცერთი კადრი, ვერცერთი კინემატოგრაფი, საერთოდ წარმოსახვაშიც არ გაქვს, იმიტომ რომ თითქოს ეს რაც შენ გხვდება, ეს ადამიანებიც გხვდება, შენ უნდა შეგხვედრო და იმ მომენტში რა. კამერა და კადრი არის ესეთი რაღაცა, რაც ყველაზე მეტად აფიქსირებს შენს ემოციას და განცდას. ეხლა რო ვუყურებ ჩემ ფოტოებს, სადღაც არის აცდენილი კადრი, სადღაც რაღაცა ფოკუსში არ არის. ხვდები რამდენად მეშინოდა. შენც არა ფოკუსში ხარ, შენც არის, შენც აცდენილი ხარ. ანუ ეს არ არის უბრალოდ რაღაც გაფუჭებული კადრი, ეს არის ის მომენტში შენი ემოცია რა მდგომარეობს იყავი. ფოტოგრაფიას ძალიან დიდი ძალა აქვს. თუ შენი ფოტო, შენი ქმედება ცვლის ხალხს, ეს ფოტოები ამ ფოტოებმა შეცვალა ძალიან ბევრი ადამიანის დამოკიდებულება ომის დროს. და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. შენ იღებ აკეთებ ისეთ რაღაცას, რამაც შეიძლება ადამიანებზე იმოქმედოს. არის რაღაცები, თურმე ცხოვრებაში აკეთებ ისეთ რაღაცას, რომელიც მხოლოდ შენი არ არის. ჩემთვის გორი არ არის რაღაც ჩაოლებრივი ქალაქი, რომელიც გავიარეთ, ეხლა დასავლეთში რომ მივდივარ ან რაღაც. ეს არის ქალაქი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი. ლელი, სალამი. გამარჯობა. მადლობა, რომ ამ არც თუ ისე ემოციურად არც თუ ისე სასიამოვნო მოგზაურობაში გვიწევ გიდობას. მოდი გავიაროთ კიდევ ერთხელ ის დღე, როცა შენ ჩამოხვედი 2008-ში 7 აგვისტოს გორში. 7 აგვისტოს ჩამოვედი დღის მეორე ნახევარში და აი აქედან დაიწყო ფოტოების ციკლი. თორე ამბავი ომის და თქო უნდა თბილისში დაიწყო და ეგ კიდე ალბათ ცალკე ისტორია, მაგრამ ომი არასდროს მქონდა გადაღებული. უმეტესად ადამიანები მეკითხებიან, ხო რა მეშინოდა. თუ გეშინია ვერ მიდიხარ, მოკლედ მარტივი პასუხი, იმიტომ რომ ეს შიში უკვე გადავლახე თბილისში, აქ რო ჩამოვედი. ხო, რა ხდება თბილისში? აი ეგ მაინტერესებს. თბილისში ხდება ის, რომ ვთავ ტელევიზორს და ვიგებ, რომ აქ დაიძაბა სიტუაცია. და რა თქმა უნდა, გადავწყვი, ეს მგონი 5-ში ხდებოდა, უფრო ადრე. და გადავწყვი და წამოსვლა, მაგრამ არ ვიცი, რატომ მოვიფიქრე მაინც და მაინც, რომ ჩემ პირადობას ქონა ვადა გასული. წესი ეგეთია, რაღაც რომ მიდიხარ ეგეთ სიტუაციაში, რამე რომ დაგემართოს იდენტიფიკაციისთვის გჭირდება საბუთი. ეხლა ვადა გასული რო ყოფილიყო, ვინ შემოწმებდა ეხლა, მაგრამ მაგაზე არ მიფიქრია. პირველი რაც ვქენი, დაჩქარების წესით ავიღე ახალი პირადობის მოწმობა. და იმ ახალი პირადობის მოწმობით ჩამოვედი. ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ გააზრებული მქონდა, რომ შეიძლება ვერ ჩამოსულიყავი, მაგრამ ჩემი იდენტიფიკაციისთვის ეს საბუთი მჭირდებოდა. მაშინ ვიყავი 28 წლის. გადმოიფრინა რუსულმა თვითმფრინავმა და დაიწყო ბომბების ჩამოყრა. ისეთი მომენტი იყო, რომ ლინზის გამოცვლის დროც რომ არ გაქვს, ამიტომ ის ფოტო, რომელიც ესე ძალიან ვიცით ამ ამბის, არის კარგად მოჭრილი, იმიტომ რომ ისეთ ფართეკუთხიანი ლინზა მეკეთა მაშინ კამერაზე და მაგის დროც არ იყო, რომ შემცვლოდა და მაგის მერე მან აი როგორი ლაღი ჩამოვედი ხო, რაღაცა ჩემი რაღაც რუგზაკით, ლეპტოპით, რაღაც კეტებით, შორიდან რომ დამენახა ჩემი თავი, მივხვდებოდი რამდენად მომენტალურად გავიზარდე ეგრევე. მომენტალურად მივხვდი, რომ უკვე ის გოგო აღარ ვარ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პირადობა დაბეჭდე და დაჩქარებული. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი, გააზრებული მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ მე აქ ჩამოვიდოდი და ვერ წავიდოდი. დაშვება გქონდა მაგას. აუწყობა იმას რო აკეთებ, რატო აკეთებ, ხო? ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად იღებ. ვერაფერს ვერ შევადარებ იმ ემოციას, ოდესაც შენ ენაზე შენ ნაცნობ გარემოში ხდება ეგ რაც ხდება, ხო? ხდება ის რაც ხდება და ხდება
ანუ სხვა რეალობაში გადადიხარ, სრულიად სხვა ემოციური სხვა განცდა გაქვს. ადამიანი რო გეძახის და მიშველეო რო გეუბნება, აი რას აკეთებ ამ დროს? ჩემთვის ყველაზე კოშმარული ფოტო იყო ის ქალბატონი, რომელიც შოკისგან იყო გამოსული გარეთ. ტანსაცმელი არ ეცვა და ეს დაეხმარება ჩაცმაში. მთელი ამბავი ქალბატონზე არ არის, არის ამბავი, რომ იმ მომენტში ეს მზრუნველობა ალბათ ხდება ერთ-ერთი ძალიან გადამწყვეტი, რომ ისე შეინარჩუნო შენი ადამიანობა, რომ მარტო არ ხარ. აი ხა ჩვენ სადაც ვდგევართ, აი აქ არის ნიშანი, ნახეთ აი სტოპის ნიშანია, ანუ არ აი იქ იყო იმ ხესთან, სადაც ეს ჯარისკაცი გადამეფარა. აი აქ მეუბნება ჩქარა დაბრუნდი ხიდის იქით. თუმცა იმიტომ რომ პირველი რაც ხდება არის ხიდების დაბომბვა და შესაბამისად შეიძლება უკვე საერთოდ ვეღარ დაბრუნდე იმ იქით ხარეს. აი აქეთ ამ ხარეს ეკიდა ცეცხლი. აქ უკვე ჯარისკაცები იყვნენ. აქ უკვე ისმის სულ ავტომატის ჯერის ხმებით, გაუწყვეტლი. ანუ სულ არის ხმებით. მაგრამ შენ უკვე ეჩვევი თითქოს ამ ხმას და მოძრაობ. როდესაც რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვეულებრივია. აი აქ ხო ჯიხური რო არის, აქ ხეები რო არის, ორი ხე. მან ასაკიანი ქალბატონი იწო პურით ხელში. ასევე ასაკიანი მამაკაცი იდგა მის გვერდით და ეს ქალი შეშინებული, ესეთი მოკუნტული იწვა ამ მიწაზე. წამოგიდ აქ მოდიხარ. იღებ ამ ფოტოებს, თანამყოფს ხედავ შენში შემოდის სამუდამოდ. და აქეთკენ იყო გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც მე როგორც გავიგეთ ამ დარტყმისგან გადმოვარდა და ქალბატონი ედგა თავზე. თან აუცნაურია ეს ადამიანები რომ ხედავენ ჩვენ ფოტოგრაფებს. რაღაცას გვიყვებიან, რაღაცას შველა უნდათ, ან რაღაცა პასუხებს ეძებენ. აი აქ იყო კიდე შემდეგი კადრი, ქალბატონს ეცვა წითელი კაბა და გარდაცვლილი იწვა, ახალგაზრდა ქალი იყო. იმ დღეს ოდი ბიჭი ვეუბნებოდა, თქვენო ჩემი მეხსიერება ხართო. მეთქი რას ნიშნა და მე თორმე აი გორის ომი იმ ფოტოთი ახსოვს. და მე ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია იყო სწორ ადგილას. იყო იქ, სადაც შენ გრძნობ, რომ იქ უნდა იყო. ლელი, ჩადიხარ თბილისში. ხო. რა იწყება მე შენ ცხოვრებაში? იწყება მე დეპრესია, სტრესი, გააზრება. 2 დღე ნამდვილად ვიწექი, ესე მაკანკალებდა მთლიანად. მე დამჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა დღეს ესე გიყვებოდეთ ამ ყველაფერს როგორც ახლა ვყვები. და მე იწყება რომ უნდა ჩაერთო, უნდა აკეთო. და მე უკვე ვიარე ძალიან ბევრი გადავიღე. და მე აშენდა ერთი დასახლება, მეორე დასახლება, მესამე დასახლება. მე ეს ხალხი, წამოგეთ რთულია, სახს ტოვებ, მე უცოდ იწყებ რაღაცა ერთოთახიან სახლში გადადიხარ საცხოვრებლად, ხო? ბავშვები ყავთ ზოგს, სკოლა გინდა, სკოლაში უწევენ. შენ აი ამ პროცესებს ასახავდი მუდმივად ვიღებ. და მე მგონი ეგ არ ვიცი, ხა მე ჩემ პროფესიიდან გამომდინარეც არა მხოლოდ, ხო? აბა რა არის ეგ? ეგ არის რომ რაღაცის ცვლილება შეგიძლია შენი ფოტოებით. ანუ ხო გონებთ ეს რო იცი რომ უკეთესობისკენ რა. გადის წლები და იწყება რუსეთ-უკრაინის ომი, სადაც წასვლის გადაწყვეტილებას იღებ ასევე და პირველად ჩემს ცხოვრებაში კამერის გარეშე ხوارსად არ დავდივარ. პირველად მინდოდა რომ წავსულიყავი როგორც მეომარი. ჩემთვის იქ ყოფნა იყო აუცილებელი, ისევე როგორც აქ ყოფნა იყო იმ მომენტში აუცილებელი. იმიტომ მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რომ შენ იქ მიდიხარ, იქ ხარ და უბრალოდ იგრძნობ იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განესტიან. და მართლაც ეგრე იყო, იმიტომ რომ რა უნდა გამეკეთებინა, ხო ერთი ადამიანი ჩავედი, მაგრამ რო ვეუბნებოდი რომ საქართველოდან ვარ. და თქვენთან ჩამოვედი, რომ მოდიოდა ეს ხალხი და გეხუტება, გეფერება. მადლობას გიხდის. ხო გონია რომ თითქოს არაფერს არ ცვლი. მაგრამ შენი ცვლები რაღაც წარმოუდგენლად. იქ დაიწყო
გააზრება ამ ხალხის სიძლიერის, ჩემი მდგომარეობის, გორის მეხსიერების და აფხაზეთის ომიც იქ გავიარე. ეხლა გეტყვით როგორ. ამ გზაზე ხვდებოდა ადამიანები, ჯერ მარტო ქალები იყვნენ. და ბავშვები. და მახსოვს ეს ქალები ამ სიმძიმე ჩემოდნებით და პატარა ბიჭები, ბავშვები. როგორ ეკაჩებოდნენ ამ ბარგს. იმიტომ რომ დედას კიდე ეჭირა პატარა ბავშვი ხელში. და იცით რა არის ყველაზე გასაოცარი ამ ამბავში? ის კი არ არის რომ ბარგი, მეგეც არის. რომ ეს ხალხი ბრუნდებოდა კიევში. ამ ხალხისთვის იყო მთელი მსოფლიოს კარი ღია. მაგრამ ეს ხალხი მიდიოდა თავის სახლში. ოღონდ სად ბრუნდებოდა? ხო ხვდებით ომში. იქ ეხას მოწყობილი იყო აქ რაღაც უფასო საკვები იყო ხალხისთვის იქ, მაგრამ დამერწმუნეთ, არავინ ზედმეც არც ჭამდა, არც აკეთებდა. ამ ხალხის სიძლიერით მივხვდი როგორ არიან დღეს ამხელა ომის ქვეშ დღეს კიდე ცხოვრობენ. ძელი ომის თემა რომ ამოვწუროთ და დღის ფოტოს ფორმატს რომ დავუბრუნდეთ, ბოლო კითხვას დაგისვამ, ომის ფოტოგრაფი შენი საყვარელი და ყველაზე შთამბეჭდავი ომის ფოტო რომელი არის შენთვის? ჩემთვის არის ჯეიმს ნახტვეი ესეთი ფოტოგრაფი. სიმამაცის და იღბლის. და ფოტოგრაფია კი ძალიან მაგარი რამეა ესე. მაგრამ ცოტა იღბალიც უნდა გქონდეს. და ჯეიმს ნახტვეი, ფოტოშორის ნახე. პირველად ჩემ ცხოვრებაში წავედი როგორც ფანი, თაყვანისმცემელი. რაღაც კურსი იყო საფრანგეთში, სადაც ჯეიმს ნახტვეი შეგხვდებოდა ჩვენ და ეხლა გეტყვით მაგარი ისტორიას. მოკლედ ნახე ჯეიმს ნახტვეი, რა თქმა უნდა. ვიყავი ძალიან აღფრთოვანებული და მინდოდა ფოტო მასთან. არადროს ეგეთი რაღაცა არ გამიკეთებია. ხო და შეიძლება თქვენ ფოტოს გადაღება თქო არაო მითხარი რომ თბილისიდან ვარ საქართველოსდან თქო თქვენს გამო ჩამოვედით თქო და გადაიღო ანუ არ დაჭირდა რომ რა არის თბილისი ანუ იცის კაცი იყო ყველა კონფლიქტურ ზონაში ნამყოფი როგორია მითხარი პრეზიდენტების ფოტოგრაფობა? ძალიან ეს არის რა ქვია ძალიან რთულია. ანუ გეტყვით რატო? გიორგი მარგულაშვილის მაგალითზე ვიწვი ყველაზე დიდხანს პირადად ესე კონკრეტულად მარტო მხოლოდ მასზე მე ვმუშაობდი. ეს იცით რა არის? შენ პერიოდს, დროს, ცხოვრებას თლიანად უძღვნის სამსახურს. და გჯერა ამ ადამიანის. არანაირი ფული და ხელფასი ამას არ აფასებს. ეს არის რაღაც ეგეთი მიძღნა, dedication-ი. ჩემი სამსახურში ყოველი წასვლა იყო ღირებული. ვიცოდი რომ მე ხავ ქმნიდი ამბავს, ახლა იქ ვიყავ. ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობის პერიოდს როგორ გაიხსენებ? ეგ არის ცალკე ისტორია, გონი ცალკე გადაცემა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, ედუარდ შევარდნაძეა პრეზიდენტი. ეს ის პრეზიდენტი არ არის დღეს რო თქვენ ხედავთ სხვა პრეზიდენტებს. ეს არის სხვა დრო, სხვა წყობა და საერთოდ სხვა დამოკიდებულება. საერთოდ არ ვაპარაკობდით ზედმეტად, ვიცოდით რა უნდა გადაგვეღო, კონკრეტული სქემა გქონდა გადაღების. თან კიდე არ დაგავიწყოთ ფირი იყო მაშინ. არც ის მომენტი არ არის, რომ ეხლა შენ დადგები და ვიღაცა დაგიჯდება და აგიხსნის რა როგორ უნდა გადაეღო. შეცდომებს ისე ადვილად გპატიობდნენ მაგ დროს. რამე ისტორია მინდა გაიხსენე. აი გაიხსენე. მე და ტირი. პანკისის ხეობაში 2000 წელს 99 წლის ბოლოს 2000 წელს ჩამოვიდნენ პირველი ტოლვილები, მახსოვს, მაშინ ვიღებდი ფოტოებს და მახსოვს გამიშოს დავალებაზე რომ გადამეღო და ვერაფერი ვერ გადავიღე. ანუ რას გულისხმობ გეტყვით, იქ გარდაცვლილი შვილები ყავდა ხალხს ჩამოყვანილი ხელით, ჩამოსვენებული, ტიროდნენ და ვერ ვიღებდი ოჯახებს, ვერ შევდიოდი ამის გადასაღებად. იყო რაღაცები, რასაც ვერ ვაკეთებდი. ნუ ძალიან მეჩხუბე, იმიტომ რომ მაშინ წავიდა მიდიხარ იქ რაღაცა 5 ლარი იყო დღიური. გამომიყო სამსახურმა 5 ლარად. და წავედი რაც გადავიღე ბავშვები მაწუნეთ ხელში, იქ რაღაცა ცხენოსანი. მახსოვს ძალიან მეჩხუბა სერგო დიშერაშვილი აი. დღეს რაღაც
ვერ გადავიღეთ ფოტოები და პრინციპში ეგრეც ვქონდა თავიდანვე გათვლილი რომ უფრო ბევრი უნდა გველაპარაკა და თან 2008 წლის ფოტოები გამოგვეყენებინა როგორც ისტორია. ამიტომ ცოტა კითხვას ფორმას შეუცვლი და გკითხავ შენი ცხოვრების ფოტო რომელი არის, რაც გადაგიღია შენი აზრით. არის ეგეთი გამონათქვამი რომ 3 ფოტო უნდა გადაიღო ცხოვრებაშიო რომ ესე რა თქვა რომ ფოტოგრაფი ხარო. და გამახსენდა რომ 2 მაქვს გადაღებული. ერთი არის ეს რადგან ახლა ვარ ჩამოსულები გორის ომის დროს. მეორე არის მაკა ჩიჩუას ბოლო ფოტო და გიორგი მარგოლაშვილის საფრანგეთში გადაღებული ბოლო ვიზიტი. და დამჭა მესამე ფოტო და ველოდები ამ მესამე ფოტოს, ასე რომ ესე არ მაგჭერ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემზე იმოქმედა ალბათ იმ პირველმა ფოტომ, რომელზეც დავალებაზე გამიშვეს და ვერ გადავიღე. და სხვა ფოტო წამოვიღე, მაგრამ ალბათ მაგან იმოქმედა ყველაზე მეტად. დიდი მადლობა. ძალიან კარგი ინტერვიუსთ. მადლობა ჩემო საყვარელო. შო, და შენ ფიზიკური შრომისთვის კიდე ღმერთმანი. ჯერ აღნიშნოთ, სად მოხვდით. კარგია, რომ იქ ძირითად ინტერვიუში დამავიწყდა რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი კითხვის დასმა, თორემ მე ამ ადგილზე არ ვიცი, როდის აღმოჩნდებოდი. სად ვართ ახლა? და ჩემოვიარე. ჩვენ ახლა სად რა ქვია ეკლესიას? სამთავისში. ხო, სამთავისში შემოვიდი. ძალამასია. შო, დავიწყოთ? დავიწყოთ. ლელი, მაინტერესებს რა ფოტოაპარატით დაიწყე? და ეხლა რითი? მაშინ იყო ესეთი კამერა ზენიტი ერქვა, TTL მქონდა თან. ეთვლებოდა რაღაცა მეგა ფოტოაპარატად. მქონდა კიევით, მაგრამ კიევით არ მიმუშავე, ზენიტი უფრო მოსახერხებელი იყო. უკვე როგორც ფოტოგრაფად მუშაობა რო დავიწყე, უკვე მქონდა კენონი. კენონი 100 იყო, მე ძალიან მალე გააჩერა რატოღაც წარმოება. ჩემთვის იყო ტოპი, იმიტომ რომ რაღაც კოსმოსივით რაღაცა ეხლა ელექტრომანქანებითაც გვიყურს, რაღაც ესეთი კამერა იყო, იმიტომ რომ და რა ქონდა განსხვავებული, არაფერად ფირს ჩადებდი შიგნით, თავისით გადაახვევდა. ითვლიდა რამდენი კადრი გადაიღო და რომ მორჩებოდა, უკან გადაახვევდა. და ეს იყო რა მაგარი მიღწევა ტექნოლოგიური. და შო, მაგის მერე კენონით მუშაობ, სულ. ლინზა რა დროს რას ანიჭებ? აი ლინზები ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ლინზების ცვლა. მე მტვერი შედის შიგნით და რაღაცა პრობლემებია ხო, იმიტომ მიჩვენე ყველა კამერას თავისი ლინზა ეკეთოს და ვიარო რამოდენიმე კამერით. ძიმეა, მაგრამ ეს ცვალე და ეს რაღაც თემები არ მიყვარს. გიორგი მარგოლაშვილის დროს ქონდა ძალიან მაგარი ლინზა 28-300. არ ქონდა კარგი დიაფრაგმა, მაგრამ სამაგაროდ კარგი დიაპაზონი მქონდა სამუშაო და 2 კამერა არ მჭირდებოდა. ანუ რეალურად ყველა ლინზა იმ ერთ ლინზაში იყო და ფენცი სამძიმე იყო ღმერთო. ვაიმე, რომ ახსენდება ფოტოაპარატი, ლინზა და მაშუქი, რაც მქონდა კამერაზე, ერთად იწონიდა 5 კილოს და რაღაცას. ეს 5 კილო და რაღაცა ეხერთხათ რო გიჭირავს, არაფერი არ არის, მაგრამ თუნდაც მთელი დღე რო გიჭირავს, ხდება 5 ტონა. ზოგადად აქ ამ პროფესიას რაღაც პროფესიული ჯანმრთელობის პრობლემები. მე ჯერ არ ვიცი ფოტოგრაფი, ვისაც არ აქვს მუხლების პრობლემა. მე მქონდა რაღაც დიდი ხნის პრობლემა ხელზე, აქ კუნთის დაჭიმულობა მქონდა ძალიან დიდი ხანი. მქონდა ასევე თვალების პრობლემაც გვაქვს ხოლმე ხშირად. და რა თქმა უნდა კიდე ამს უნდა იმორჩილები და უკან რო დავდიხარ გადაღების დროს, იმიტომ რომ ადამიანი წინ რომ მოდის, შენ ხუნა გადაიღო რომ მოდის და ამიტომ რამოდენიმე წაწევს იმას რას ურჩევ, რითი დაიწყოს გადაღება? რითი საშუალებაც აქვს იმით, იმიტომ რომ ფოტოაპარატს მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რას იღებ. და იმან უნდა დაგამოტივიროს. აი მაგალითად ან კიდე თემა არის ამოწურე ჯერ ერთი კამერა, სანამ გადახვალ მეორეზე. ყოველთვის ურჩევ ხოლმე იყიდონ მეორადი კამერა. ერთი ლინზით. და ასევე აუცილებელია რომ თქვენ ფოტოაპარატზე ისწავლოთ თქვენი ფოტოგრაფია. ჩემ ფოტოაპარატზე რო გასწავლოთ თქვენი ფოტოგრაფია, არაფერში არ გამოგადგებთ, რომ მორჩებით გაკვეთილებს, მე ეს ფოტოაპარატი უნდა წავიღო მე და შენ რჩები ისე. ამიტომ შენ რა ფოტოაპარატიც გაქვს, იმაზე ისწავლე. საოცნებო ფოტოაპარატი გაქვს ახლა, რაც გინდა რომ გქონდეს? აი მე ძალიან ფრთხილი ვარ უკვე ოცნებებში, იმიტომ რომ რაღაცები, აი ხა მე მაქვს ტატუ ესეთი ლეიკა, ეს არის M7. M7 ლეიკაზე არ ვიტყოდი უარს, არ მაქვს. ეხლა რა გაქვს თან? ეხლა მაქვს თან Yashica, ესეთი მექანიკური ფოტოაპარატი, რომელსაც ზევიდან დახედავთ. და
სუნი ღმერთო. ყველაზე ფოტოგენური ადგილი, ქალაქი, ქვეყანა, სადაც გიმოგზაურია, რაც გინახავს. ქვეყანა ინდოეთი, ქალაქი პარიზი. ყველაზე ფოტოგენური, სადაც არ უნდა გადაიღო კადრია. ისე თბილისი როგორია? ძალიან რთული გადასაღები. ესე ძალიან ლამაზია, რომ შეხედავ, ალბათ, მაგრამ უმეტესად ძალიან რთული გადასაღებია. ისევე როგორც გადასაღებია რთული შენი მშობლები, შენი ახლობლები გადაიყო, არის რთული. მაგრამ ის გარემო, ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ, ძალიან ძნელია. სხვა თვალით დაინახო. მადლობა. მადლობა თქვენ.